მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ 12 თებერვლის ავსემთვარეობაზე, რომელიც გვექნება ლომი მეწყულის ხერხზე, რომლის პიკი იქნება 17 საათზე და 55 წუთზე 24 გრადუსზე ურანთან დაძაბული ასპექტით. აქ მთვარე იმოძრავებს ლომის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც უფრო მეტად თვალში საცემი და უფრო მეტად გაზრიადებული იქნება სიტუაცია. ავსემთვარეობა ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მზემთვარის დაპირისპირება, რომელიც ზრდის ემოციურ ფონს, ხოლო ურანთან კვადრატი აქ აორმაგებს და უფრო არაადეკვატურს ხდის სიტუაციას. ურანი გვაიძულებს ამ პერიოდში დავანგრიოთ ის სიტუაციები, რაც არ არის საინტერესო, რაც განვითარებას არ ექვემდებარება და ანთავისუფლებს ადგილს სინათლისთვის. შესაძლებელია აქ დაფიქსირდეს ყველა ხერხით, რისკებით, დრამატულობით, განსაკუთრებით რომანტიკის სფეროში არაადეკვატური ქმედებები. ბევრთან შესაძლებელია ამან დაასრულოს პარტნიორული ურთიერთობები, რადგან აქ უფრო მეტად გაზვიადებულ სიტუაციებს გადავეყრებით, მოერიდეთ აუცილებლად აქ კამათს და დაპირისპირებას, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობაში, შვილებთან, ახლო ადამიანებთან, მეგობრებთან, ასევე იყავით ძალიან ფრთხილად აზარტულ თამაშებთან. მეტდურობა, ამბარდავნობა კარგს არაფერს მოგიტანთ ამ პერიოდში. შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, მე ღერძულად განვიხილავ ვერძის ასწორის ღერძი, რომელიც ხდება მე-5-მე-11 სახლში, თქვენთან საავსემთვარეობა. აქ რადიკალური მოულოდნელი ცვლილებები შესაძლებელია იყოს სასიყვარულო ურთიერთობებში, განსაკუთრებით ვერძებთან, ზოგთან შესაძლოა აქ დასრულდეს ურთიერთობები კიდევაც, ან გადაიყვანოთ რაღაც ახალ ეტაპზე, ხოლო სასწორების აქ უფრო იქნება ცვლილებები ერთიან საქმეში, ერთიან პროექტებში, ან შესაძლებელია მოიძიოთ ახალი გზები იმ საქმეების განხორციელებისთვის, რომელიც თქვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ან შესაძლებელია ასევე მიიღოთ დახმარება სხვა ადამიანებისგან. კურო მორიელის ღერძი თქვენთან მე-4-მე-10 სახლს შეეხება საავსემთვარეობა. კუროებო, აქ გაუფრთხილდით აუცილებლად დაპირისპირებას ოჯახში, რადიკალურ ცვლილებებს და გადაწყვეტილებებს, აქ რაღაცის დასრულების პერიოდი, იყავით ფრთხილად აუცილებლად უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებთან, ოჯახის წევრებთან, ხოლო მორიელებმა ფრთხილად უნდა შეცვალოთ თქვენი მიზნები. ასევე ზოგთან შესაძლებელია დაფიქსირდეს სტატუსის შეცვლა, სამსახურის დაკარგვა, ან ახალ ეტაპზე გადასვლა, მოკლედ მოულოდნელი ცვლილებები იქნება ყველა დონეზე. ტყუპები მშვილდოსნის ღერძზე, რომელიც მე-3-მე-9 სახლში ხდება თქვენთან საავსემთვარეობა, ამ პერიოდში მიღებული ცვლილებები მოგიტანთ ძალიან კარგ შანსებს კომუნიკაციაში, ადამიანებთან ურთიერთობის საკითხებში, განსაკუთრებით ცვლილებებს შემოიტანთ აქ თქვენ ტყუპებო, საქმიან საკითხებში ცვლილებები იქნება ასევე კონტაქტებში, მეგობრების წრეში, ხოლო მშვილდოსნებისთვის უფრო დაფიქსირდება და რაღაც ახალ ცვლილებებს შემოგიტანთ მოგზაურობა, განახლება სწავლის, შესაძლებელია შეეხოს აქ თქვენს ავტორიტეტულ საკითხებს, ავტორიტეტ ხალხთან ურთიერთობების თემებს და ან მიიღოთ დახმარების შანსები ავტორიტეტი ხალხისგან. ჭრიბი თხის რგის ღერძი საავსემთვარეობა თქვენთან ხდება მე-2-მე-3 სახლში. აქ შეეხება სუფთა თქვენს ფინანსურ საკითხებს, ბანკებს, ვალებს, სხვის ფინანსებს. აქ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ვინც განსაკუთრებით ბიზნეს საკითხებში ხართ ჩართულები, აქ შესაძლებელია მოხდეს ძალიან რადიკალური ცვლილებები, ან რაღაც ჩამონგრევა სიტუაციის, რომ გაანთავისუფლოს რაღაც გზა ახლისკენ. განსაკუთრებით კი თხის რგები გაუფრთხილდით შიშებს, ფობიებს, აარიდეთ ამ პერიოდში თავი ტოქსიკურ ადამიანებს, აქ ფრთხილად იყავით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებთან, რადგან შესაძლებელია აქაც რაღაცა რადიკალური ცვლილებები შემოვიდეს მოულოდნელად. ლომი მეწყულის ღერძი, აქ თქვენს პირველ მე-7 სახლში ხდება საავსემთვარეობა, ის შეეხება თქვენს ურთიერთობას, თქვენს პიროვნულ საკითხებს, ლომებთან მოხდება აქ რადიკალური ინდივიდუალური ცვლილებები ყველა დონეზე, ძველი საკითხების დანგრევა, რომ ახალი გზა გამოჩნდეს. ასევე თქვენს პარტნიორულ ურთიერთობას შეეხება, ხალხთან ურთიერთობების საკითხებს, ურთიერთობა ყველა დონეზე და ასევე ჯანმრთელობას. ხოლო მეწყულებს გააფრთხილდით როგორც პირადი, ასევე ადამიანებთან ურთიერთობებს, თანამშრომელთან ურთიერთობების საკითხებს, იყავით ძალიან ფრთხილად დაპირისპირებასთან, კამათთან, ხელისშემშლელ ფაქტორებთან, რადგან ამის ალბათობები ძალიან მაღალია და
ასევე ვინც თანამშრომლობთ მაგალითად პუბლიკასთან. შესაძლებელია წრებისგან მოულოდნელი დარტყმა მიიღოთ, სადაც რადიკალური ცვლილებები იქნება ძალიან თვალშიცაცემი და ასევე პარტნიორული ურთიერთობების დანაკარგები. ამიტომ ვიყავით ფრთხილად ამ პერიოდში. ქალწული თევზების ღერძი თქვენს მე-6 სახლში ხდება სავსე მთვარეობა. ფრთხილად იყავით ჯანმრთელობასთან, განსაკუთრებით ქალწულებო სამსახურში რაღაცა ცვლილებების პერიოდია, შესაძლებელია იყოს აქ დანაკარგების პერიოდი, ზოგთან შესაძლებელია ცვლილებები ყველა დონეზე, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე რუტინულ საკითხებში შემოიტანოთ რაღაცა განახლებები. რაც შეეხება თევზებს, აქ ემოციური ფონი არის თქვენთან ძალიან მაღალი, ნერვოზულობა პიკს აღწევს ამ პერიოდში, რადგან თქვენს მე-12 სახლში ხდება სავსე მთვარეობა, თქვენი დაბადების წინა პერიოდია ჯერ კიდევ, ამიტომ ირტყიყავით ფრთხილად, გავფრთხილდით ნერვებს, გავფრთხილდით საკუთარ ემოციებს, სადაც ამ პერიოდში უფრო ფრთხილად იყოთ ხალხთან ურთიერთობების კუთხით, დაისვენეთ, კარგი ამ პერიოდში რელაქსი, ასევე მედიტაციები, ლოცვები, წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ. გამოიწერეთ ჩემი არხით და დამილაიქეთ.